რას უნდა მიაქციოთ ახლა ყურადღება? მოგესალმებით მეგობრებო, მე ვარ ვიქტორია, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება აქ და დღეს მინდა შემოგთავაზოთ თქვენ საჯარო გაშლას ზუსტად ასეთი თემით, თუ რას უნდა მიაქციოთ ყურადღება ახლა ცხოვრების ამ ეტაპზე, როდესაც ეს გაშლა შეგხვდათ, ან გადაწყვიტეთ, რომ ჩაგერთოთ, ხო? გაშლა გვექნება სულ ორ ვარიანტიანი, პირველი ვარიანტი და მეორე ვარიანტი, ფოკუსს გავასწორებ. ამეთ ვისტვას ქვა და მწვანე ფლორიტის ქვა და მოდით ახლა დავარიგებ ვარიანტებს და ვნახოთ რას უნდა მიაქციოთ ყურადღება ახლა ცხოვრების ამ ეტაპზე. რას უნდა მიაქციოთ ყურადღება? რას უნდა მიაქციოს ყურადღება ახლა პირველმა ვარიანტმა და რას უნდა მიაქციოს ყურადღება ახლა მეორე ვარიანტმა. მეორე ვარიანტი ცოტა ჯიუტი ვარიანტი გვეყოლება, ასე მგონია. აირჩიეთ თქვენთვის სასურველი, თუ გჭირდებათ დააპაუზეთ. პირადი კონსულტაციის მსურველებმა მომწერეთ პირადში, იმიტომ რომ პირადი კონსულტაციები ყოველთვის არის ბევრად უფრო ზუსტი, ბევრად უფრო მორგებული თქვენზე. და დავიწყოთ ახლა ჩვენ პირველი ვარიანტით, ვინც ვერ მოასწარით არჩევა, შეგიძლიათ დააპაუზოთ. არ მოგერიდოთ, დააპაუზეთ. კარგით. და რა ხდება აქ? თასების 7-იანი. რაღაც ილუზიებში ხართ, მეგობრებო? რაღაც ილუზიებში ხართ. რატომღაც ახლა მომივიდა ტვინში ფრაზა ილუზია ვიბარა, ანუ არჩევნის ილუზია. თითქოს თქვენს რეალობაში არის კონკრეტული ადამიანი, შესაძლოა ვიღაც თქვენი უფროსი, ვიღაც თქვენი მეგობარი, ამხანაგი, შეყვარებული, მეორე შეყვარებული. არ ვიცი, რომელიც თითქოს რაღაც ისეთ ილუზორულ მდგომარეობაში გაგდებთ, რომ აი შენ შეგიძლია სხვა რაღაც აირჩიო, ან სხვა ვიღაც აირჩიო. ან რაღაც ვითომ დაარჩევნის წინაშე გაყენებთ. რაღაც ასეთი ჩანს. მაგრამ რეალურად არჩევანი არის პირდაპირ გეუბნებით. არჩევანი არის, მაგრამ არჩევანი ცოტა სხვა რაღაცაში არის. აი ნახეთ, მოდით ასეთ მაგალითს მოვიყვან, სიტყვაზე ვთქვათ, თუ თქვენ ყავთ პარტნიორი, რომელიც გეუბნებათ იმას, რომ ან ჩემთან იქნები და მიმიღებ ისეთად, როგორიც მე ვარ, ან წახვალო, აი გასაგები არის, რომ სიყვარულის უდიდესი ნაწილი არის მიმღებლობა, მაგრამ მეგობრებო, ნახეთ, ყოველთვის ყველაფერი მისაღები არ უნდა იყოს, ხო? და თუ თქვენ ხართ არაკომფორტულად, თუ თქვენ ადამიანი ცუდად გექცევათ, აქ მისაღები არაფერი არ არის. და ძალიან ხშირად ასეთ ფრაზებს იყენებენ ხოლმე მანიპულატორები. და ნახეთ, ასეთ შემთხვევაში რა ხდება? არჩევანი თქვენ გაქვთ. მაგრამ არჩევანი იმაში კი არ არის, რომ ეს ადამიანი მიიღოთ თუ წახვიდეთ, არამედ არჩევანი არის სულ სხვა რაღაცაში. არის იმაში, რომ თქვენ შეგიძლიათ ბევრად უფრო ჯანსაღი ურთიერთობა მოძებნოთ და თქვენს ირგვლივ სხვა პოტენციალებიც არის. ნუ კარგით, გაგვეგრძელდა ცოტა საუბარი, დავამატოთ არკანები და ვნახოთ, რას უნდა მიაქციოს ახლა ყურადღება პირველმა ვარიანტმა, აბა. რას ვაქცევთ ყურადღებას? პირველი ვარიანტი, ხმლების 9-იანი, თასების 3-იანი და ხმლების 5-იანი. ნუ უნდა მიაქციოთ ყურადღება იმას, რომ გარკვეული უძილობა გაქვთ, თითქოს, აი ნახეთ, პირდაპირ გეტყვით. ყურადღება უნდა მიაქციოთ თქვენს სიზმრებს და თქვენი ძილის რეჟიმს, თქვენი ძილის მდგომარეობას. გასაგები არის, რომ თანამედროვე სამყაროში ცოტა გვიჭირს ხოლმე ძილის რეჟიმის დაყენება. მე პირადად თითქმის საერთოდ არ მძინავს ხოლმე, 24 საათში 3-4 საათით შეიძლება წავუძინო, ისიც ყოველთვის არა. და ვიგრძენი, რომ ჩემთვისაც არის აქ რაღაც ესეთი პატარა მესიჯი. დააკვირდით თქვენი ძილის რეჟიმს, დააკვირდით თქვენი ძილის მდგომარეობას, უძილობა გაქვთ თუ არა და რის გამო გაქვთ, რა ემოციების გამო.
ასევე გეტყოდით იმას, რომ თუ ძილის არანაირი სახის პრობლემები არ გაქვთ, შესაძლოა ძალიან ბანალურად ჟღერდეს, რასაც გეტყვით, მაგრამ აუცილებლად გამოცვალეთ თქვენი თეთრეული, გამოცვალეთ რაღაც თქვენს ლოგინში. ან ბალიში გამოცვალეთ, ან თეთრეული, როგორც ზემოთ ვახსენე, ხო? ან არ ვიცი, საწოლის გამოცვლა შეიძლება გჭირდებოდეთ საერთოდ. ან ადგილი, ან საწოლის მდებარეობა, ხო? ერთი კუთხიდან მეორეში რომ გადაწიოთ თუ შესაძლებელი არის, რა თქმა უნდა ეს. ასეთ რაღაცას უნდა მიაქციოთ ყურადღება და ასევე მიაქციეთ ყურადღება იმ ადამიანებს, ვინც თქვენთან არიან ახლა ახლოს. ვინ არიან ახლა თქვენთან ახლოს. ახლავე, როდესაც მორჩებით საჯარო გაშლას, თქვენ წახვალთ და საკუთარ თავთან გულურწმელად მოილაპარაკებთ. გულურწმელად დაუსვამთ საკუთარ თავს ასეთ შეკითხვას. ვინ დგას ჩემს გვერდით? ვინ მეხმარება რეალურად? ვინ არის ის ფიგურა, რომელიც მართლა გვერდში მიდგება და რომელსაც მართლა გააჩნია ჩემთან მიმართებაში მიმღებლობა? დაუსვით საკუთარ თავს ეს შეკითხვა. დააკვირდით მოვლენებს, დააკვირდით ადამიანებს თქვენს ირგვლივ. შესაძლოა შედეგმა ძალიან გაგაკვირვათ. შეიძლება თქვენ ძალიან გაგიკვირდეთ, მაგრამ დაინახოთ, რომ ის ვისგანაც საერთოდ არ ელოდებით, ის იყოს ყველაზე ერთგული თქვენთვის. ან პირიქით, ის ვისგანაც საერთოდ არ ელოდებით და ვინც მიგაჩნიათ ახლო ადამიანად, ის შეიძლება იყოს პირიქით პარაზიტი. ან ნეგატიური რაღაც ზეგავლენები ჰქონდეს ხო თქვენზე ემოციური თვალსაზრისით. ამას უნდა მიაქციოთ ყურადღება პირველი ვარიანტი. ამას. ასევე უნდა მიაქციოთ ყურადღება იმას თუ სად მიდიხართ, თქვენს გზას. იმიტომ რომ ნახეთ თქვენს რეალობაში თითქოს არიან კონკრეტული ადამიანები, ვინც გიკეთებენ გარკვეულ დემოტივაციას, რომ აი შენთვის ეს შეუძლებელია, ეს რაღაც ძალიან რთულია, ეს რაღაც ძალიან სარისკოა. შენ ეს არ გამოგივა. შენ ამას ვერ გაუმკლავდები. აი რაღაც ასეთი სიტყვები მოდის თქვენს გზაზე. და კარგად დააკვირდით, როდესაც თქვენ რაღაცის გაკეთება გინდათ, რაღაც სფეროში განვითარება გინდათ, ამ დროს ყველაზე დიდ დემოტივაციას ვინ გიკეთებთ და როგორი სიტყვებით. იმიტომ რომ ხანდახან ასე პირდაპირ შეიძლება არავინ არ გეუბნებოდეთ, რომ აი შენ ეს არ გამოგივაო, მაგრამ სხვა რაღაც ხრიკებს მიმართავდეს ადამიანი და ცოტა ირიბად ამბობდეს ამას, ხო? დააკვირდით ასეთ რაღაცებს. სულ ეს არის პირველი ვარიანტი. დიდი მადლობა და გადავიდეთ ახლა ჩვენ მეორე ვარიანტზე, ვინც ამოიჩიეთ ეს ქვა. ნახოთ თქვენთან რა ხდება. არკანი მზე, უფროსი არკანი მზე, მეგობრებო. ყურადღება უნდა მიაქციოთ ახლა საკუთარ თავს. საკუთარ მეს. იმას თუ ვინ ხართ თქვენ? იკაშკაშეთ მეგობრებო, იბზრიალეთ, გაანათეთ სამყაროში. გაანათეთ არა ეგოს მეშვეობით, თუმცა ეგოც გარკვეული დოზით საჭირო არის თქვენ წარმოიდგინეთ, არამედ მეტად გაანათეთ თქვენი სიყვარული ამ სამყაროში. მეტი შემოქმედებითი ენერგიები შემოუშვეთ მასში. მეტი სიყვარული პირველ რიგში საკუთარი თავის მიმართ და შემდგომ ირგვლივ მყოფების მიმართ, ხო? იმიტომ რომ უპირველეს ყოვლისა უნდა გვიყვარდეს საკუთარი თავი. არა ეგოს კუთხით, რომ აი მე ყველაზე ვჯობი ვარ, მე ყველაზე მაგარი ვარ და ასე შემდეგ, არამედ უბრალოდ გვიყვარდეს. თქვენ როდესაც ვიღაც გიყვართ, იმიტომ გიყვართ, რომ სხვებს ჯობია? ფიქრობ არა. რა თქმა უნდა, როდესაც უპირობო სიყვარულზე გვაქვს საუბარი. დავამატოთ არკანები და ვნახოთ, რას უნდა მიაქციოს ყურადღება ახლა მეორე ვარიანტმა. არკანი კვერთხების ორიანი. გზა, აქაც გზა მოდის, მეგობრებო, გზა. და შეხედეთ არკან მზეშიც თითქოს სადღაც მიდის, ხო? ცხენი. მე აქ გეტყოდით იმას, რომ უნდა ახლა უფრო მეტად უნდა მოირგოთ დამკვირვებლის როლი, ვიდრე
იმის, ვინც სწრაფად გარბის, კი, უნდა იაროთ, აუცილებლად უნდა წახვიდეთ წინ, მაგრამ უფრო მეტად უნდა დააკვირდეთ თქვენს გზას, უფრო ბეჯითად უნდა იაროთ თქვენს გზაზე. იმიტომ რომ ხანდახან ყველაზე სწრაფი და ყველაზე სწორი ნაბიჯები არის ზუსტადაც რომ ძალიან ნელი და ბეჯითი ნაბიჯები და არა რაღაც დიდი ნახტომის მცდელობა, ხო? ხანდახან სიჩქარეში ჩვენ ყველაფერს ვკარგავთ. დავამატოთ კიდევ ერთი არკანი მაინც, რას უნდა მიაქციოს ყურადღება ახლა მეორე ვარიანტმა. ხმლების 7-იანი. რა სიმძიმეებს ატარებთ, ძვირფასებო? თასების 4-იანი. კვერთხების 7-იანი. რატომ ეწინააღმდეგებით, მეგობრებო, გარკვეულ პროცესებს? თითქოს გარკვეულ პროცესებს ეწინააღმდეგებით თქვენს რეალობაში. თქვენ უნდა მიაქციოთ ყურადღება ახლა იმას თუ ვინ დგას რეალურად თქვენს გვერდით და ვინ არა და უნდა მიაქციოთ იმას ყურადღება თუ როგორ უნდა დაიცვათ თქვენი პირადი სივრცე. იმიტომ რომ ამ კუთხით ჩანს და ამ კუთხით იგრძნობა პრობლემები თქვენში. თქვენ ვერ იცავთ აშკარად რაღაცეებში თქვენს პირად სივრცეს. ან კონკრეტულ ადამიანთან ვერ იცავთ, ან კონკრეტულ სფეროში ვერ იცავთ. თითქოს გეშინიათ ხოლმე რაღაც გარკვეული კონფლიქტების, გეშინიათ რომ ვაი არ ვაწყენინო ვინმესო. რაღაც ასეთი ფიქრი მოდის. ვაი ნაგლი არ გამოვრჩნდეო, რაღაც ასეთი აზრები გაქვთ. აშკარად და ამის გამო საკუთარ თავზე ზედმეტად ბევრ პასუხისმგებლობას იღებთ, ზედმეტად ღლით საკუთარ თავს. ზედმეტად და აძლევთ ადამიანებს იმის საშუალებას, რომ გამოგიყენონ, იმის საშუალებას აძლევთ, რომ თქვენზე, რასაც ქვია, შემოდონ ყველა თავისი პასუხისმგებლობა, თქვენ გადაგაბრალონ აბსოლუტურად ყველაფერი. დაინახეთ თქვენ სად ხართ. და იცით, მეორე ვარიანტი ყველაზე მეტად, რასაც გირჩევდით ცხოვრების ამ ეტაპზე, ეს არის ის, რომ შეხედოთ თქვენს სიტუაციას სხვა ადამიანის თვალსაზრისით. ანუ წარმოიდგინეთ, რომ ვიღაც გიყვებათ იმ ყველაფერს, რაც ახლა ხდება თქვენს რეალობაში, ხო? რას ურჩევდით იმ ადამიანს? დამკვირვებლის როლი შეასრულეთ ამ მომენტში და არა პერსონაჟის. ხვდებით ხომ, რასაც გულისხმობ? იმიტომ რომ ხანდახან, როდესაც ჩვენ ვართ კონკრეტულ სიტუაციაში, ამ დროს ჩვენ ბოლომდე ვერ ვაანალიზებთ რაღაცეებს, ბოლომდე ვერ ხვდებით ხოლმე რაღაცეებს, მაგრამ შემდგომ, როდესაც სხვისი თვალით შევხედავთ, როდესაც შევხედავთ სხვისი გადმოსახედიდან, ხო, დამკვირვებლის გადმოსახედიდან, ამ დროს ჩვენთვის ყველაფერი ბევრად უფრო გასაგები ხდება. სულ ეს არის მეგობრებო, მე თქვენ ამაზე დაგემშვიდობებით, ყველას უღრმესი მადლობა, წარმატებები და ნახვამდის.